gon' do this. ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში, მესამე კურსზე ვარ, ჯანდაცვის მენეჯმენტი და ეკონომიკა. იქნებოდი დიდი სიამოვნებით მწერალი. მომწონს, რომ ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია კომუნიკაციის დამყარება. ძალიან მიყვარს ახალი სახების გაცნობა და მიყვარს ბათთან მეგობრობა. ჩემი კუმირი არის ქალი, რომელზეც ძალიან დიდი ისეთი პოზიტივი მაქვს და სიყვარულით ძალიან ისეთი მადილერებით ვარ სავსე, ჯენის ჯოპლინი. სპორტის სახეობა ძალიან მომწონს ცურვა. და ვერ ვცურავ, ძალიან დიდი შიში მაქვს წყლის და იმედი ოდესმე ვისწავლი, მაგრამ ძალიან მომწონს ყურების პროცესიც და სწავლის ბავშვობაში. ყველაზე მეტად მინდოდა ყოფილიყავი ექიმი და ექსპერიმენტებს ვატარებდი ძალიან ბევრ ცხოველზე სამწუხაროდ და სულ მიზიდავდა მოკლედ ეს პროფესია და ოდესმე ფიქრობდი, რომ ოდესმე აუცილებლად განვახორციელებდი ამას პრაქტიკაში, მაგრამ სიმღერის შემდეგ გადავწყვეტე, რომ მოდი გადავდოთ ეს თემა. დარჩა ოცნებად. ნიჭი ისევ ალბათ ხელოვნებიდან, იმიტომ რომ ვგიჟდები ამ სფეროზე და დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მხატვარი. არ გამომდის, მაგრამ როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ რომ რაღაცა ჩემთვის გავაკეთო. ჰობი. წიგნების კითხვა და ფოტოების გადაღება. ძალიან მიყვარს. განმარტოვება მიყვარს ჩემთვის და ისეთი წიგნების კითხვა, რაც შეიძლება ძველი, რასაც ყურადღებას არც ვაქცევდი, რომ რაღაც ახალი მოუძებნო და შევძინო ამით რაღაცა საკუთარ თავს. ალბათ არ ვიმღერებ ისეთ ადგილას, სადაც ვიცი, რომ პატივს არც ემენ იმ ჟანრს, რომელსაც ვღერი, ან უბრალოდ ხვდები, რომ აზრზე არ არიან არაფრის, აი არ ვიცი, არ მქონია სიყვარული. სიმღერების ძალიან ბევრი, რასაც არ ვღერი, თითქმის ყველაფერი ალბათ სიყვარულზეა და ინტუიციით, ანუ მე რასაც გრძნობ, რომ შეიძლება იყოს და რაც წარმომიდგენია, იმ გრძნობით ვღერი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როცა ოდესღაც რომ მეწვევა, ან თუ მეწვევა, ძალიან დიდ გარდატეხას იქნება ჩემს კარიერაში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ჩემს შემოქმედებაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ეს გრძნობა, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველაზე წმინდა და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ყველაზე ბედნიერი ვიყავი ბავშვობაში და ბავშვი რო ვიყავი, იმას ვოცნებობდი, რომ როდის ვიქნები დიდი, აი რაღაც ასაკი მქონდა, მაგალითად 18 წლის მე რო ყველაფერს შევძლებდი და მოვკიდებელი ვიქნები. გავაკეთებ იმას, რაც მინდა და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა 19 წლის ვარ და ვხვდები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წლები იყო ბავშვობის, აი რაღაცა 7-8 წელი დაახლოებით ეს. ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ. ყველაფერი კარგად იქნება. ყველა ამას მეუბნება, მეც ყველას ამას ვეუბნები. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად კარგად არ უგრძნობ თავს და ძალიან ისეთ დეპრესიულ განწყობაზე ვარ. ეს არის ესეთი სიტყვები, რომელიც იმედს არასდროს არ მიკლავს და ამას ყოველთვის ყველას ვეტყვი, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს თავისუფლებისკენ მისწრაფება. იმიტომ რომ მხოლოდ სიმღერით ვახერხება, მუსიკაში ვახერხება მას სხვაგან, ვერც მეგობრებში, ვერც ჩემს პროფესიაში, რასაც ვსწავლობ და ასე შემდეგ, სხვაგან შეიძლება ვერ ვიპოვო ის ჟინი და ის რაღაც სწრაფვა თავისუფლებისკენ, როგორც შეიძლება ეს შევძლო მუსიკით. ძალიან ბევრი სისულელე ჩამიდენია, გამიკეთებია, მაგრამ რა ვიცი, აი ალბათ რა ვიცი, ვფიქრობ, რომ სისულელე არა, უფრო ნაჩქარები და რაღაცა არასწორი გადაწყვეტილება იყო ის, რომ პროფესიულად არ დავიწყე მუსიკის შესწავლა და გადავწყვეტე, რომ აუცილებლად დიპლომიანი გოგო უნდა ყოფილიყავი საქართველოში, მორიგი. ეს ალბათ სულელური ნაბიჯი იყო, არ ვიცი თუ სულელური იქნება. პიროვნულ თვისებებში საუკეთესოდ შეიძლება ჩავთვალო, რომ ძალიან ერთგული ვარ, არ შემიძლია უბრალოდ ვიყო სხვანაირი.
ნებისმიერი ადამიანის თუ ცხოველის მიმართ, ფრინველის მიმართ ძალიან დიდ პატივს ვცემ თითოეულ არსებას და აი არ წარმომიდგენია ამ თვისების გარეშე საკუთარი თავის არსებობა. მგონია რომ თუ ეს არ მაქვს სათანადო დონეზე შეიძლება ვერ ვიარსებო. განვიცდი. ხშირად განვიცდი ძალიან ისეთ შეიძლება უნიშნულოსაც შეიძლება განვიცადო რაღაცა ფრინველი ვნახო მკვდარი და ამან შეიძლება ძალიან ისეთი შოკი დამმართოს და განვიცდი ადამიანის დაკარგვას არ აქვს მნიშვნელობა. აი შეიძლება საერთოდ ერთხელ მყავდეს ნანახი, მაგრამ თუ გავიგე რომ ის აღარ არის ამ ქვეყნად და ფიზიკურად მასთან სიახლოვე აღარ მექნება, შეიძლება ამან ძალიან დიდი ტრაუმა მომაყენოს ფსიქოლოგიური. არ მჯერა? არ მჯერა. არ მჯერა იმის რომ სიყვარული არ არსებობს. ვინდა გავიცნო? ვინდა გავიცნო ბიორკი, რომელიც ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანი მუსიკოსია და ვფიქრობ, რომ თუ ოდესმე მომეცემა ის საშუალება, რომ მასთან მქონდეს ესეთი პროფესიული კონტაქტი და ესე ვთქვათ ურთიერთობა, არ ვიცი, სწავლაზე მეტი იქნება ალბათ. საოცრება მგონია ეს ქალი ყველანაირად. არ ვიცი. ამას ვექნა ყოველთვის. არ ვიცი, შეიძლება ვიცოდე დანამდვილებით, მაგრამ ყველაფერში ძალიან ისევ არ აი უნდობლო ვასვიჩენ ხოლმე მდგომარეობა არის თუ ფიქრია თუ ასე შემდეგ, არ ვიცი ვამბობ სულ. ჯერა რომ ის რაც დავისახე მუსიკის მიმართებაში მუსიკალურად რომ ვიქნები აუცილებლად მივაღწევ და ვიქნები მუსიკოსი, ჯერა რომ გამომივა. ყველაზე რთული პერიოდი მქონდა მაშინ, როცა აფხაზეთიდან ჩამოვედი თბილისში საცხოვრებლად და ყველაფრის ასე ვთქვათ, ნულიდან დაწყება მომიწია, ანუ ფსიქოლოგიურად უფრო განვიცადე. და დღემდე მგონია, რომ რაღაცა ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. აი, უცებ ყველაფრის შეცვლამ ძალიან დიდი ასე ვთქვათ, რა ვიცი, გარდატეხა მოახდინა ჩემში და დღემდე ქაოსი მაქვს, მაგრამ ერთ დროს იმედია დავაგდება ყველაფერი. ყავს დედა, მამა და და-ძმა, ცხოვრობ მათთან ერთად. და არ წარმომიდგენია მათ გარეშე ცხოვრება. გეგმავ ძალიან ისეთ რაღაც ახლო მომავალში ისეთ რაღაცებს, სადაც სამწუხაროდ ვიცი დარწმუნებული ვარ, რომ მათთან ერთად მომიწევს, ანუ წასვლა, საზღვარგარეთ ცხოვრება და სწავლის გაგრძელება, მაგრამ ოჯახი ჩემთვის ასოცირდება სიმშვიდესთან, სიწმინდესთან და მგონია, რომ თუ ეს ოჯახი ყოველთვის იარსებებს, სანამ ეს ოჯახი იარსებებს, მე აუცილებლად ყოველთვის ვიქნები ბედნიერი. რცხვენია, როცა სიმღერის დროს მიწევს გინებას, სიმღერის მიწევს X Factor-შიც, უკრაინის X-Factor-ში რო ვიყავი, ბოლო ფრაზისთან ისე დამთავრება მომიწია და როცა ამას ვუსმენ ადამიანებთან დასწრებით, ან მეგობრების, ან არ აქვს მნიშვნელობა, რაღაცა უცებ გრძნობრო ისე არ არის, რაღაცა სირცხვილის მსგავსი გრძნობა მაქვს. მაგრამ ხვდები, რომ ეს ყველაფერი ძალიან ისეთია რა, აბსოლუტურად ყველაფერი მაინც არ არის ისე იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც შეიძლება იყოს და გვეგვანოს და აქედან გამომდინარე. დიდად არ მაწყობს. თუ აღმოჩნდები ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც არ ვიცნობ და ხვდები, რომ ბევრად უფრო მაღალ დონეზე დგანან გულისხმობ განათლებას, ბევრად უფრო განვითარებულები არიან ჩემზე, მათთან ვგრძნობ თავს ზედმეტად და ეს კიდევ ერთ-ერთი ისეთი რაღაც არის, რის გამოც ვცდილობ რომ ვიყო უკეთესი და მეხმარება რომ შემდეგ დავძლეო ეს ჩემი კომპლექსები, მაგრამ ამას ხშირად ვგრძნობ, როცა გარემო ახალია და ვფიქრობ რომ ბევრად უფრო მაღალ დონეზე დგას ვიდრე მე და ჩემი განათლება. რაღაცა ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ ჯერა არ ვარ აქ, შემთხვევით ვარ მოხვედრილი, მოდი უკან დავიხიოთ და როცა მზად ვიქნები მაშინ. ბავშვობაში ალბათ ვფიქრობდი, რომ რა ვიცი, ბრედ პიტი ვიждდებოდი მასზე, მაგრამ ახლა სამწუხაროდ ძალიან არ ვიცი სამწუხაროდ საბედნიეროდ ძალიან შეიცვალა მოკლედ ჩემი კრიტერიუმები, რითაც ვაფასებდი მამაკაცს და შეიძლება რომ საერთოდ ესეთი უმნიშვნელო ადამიანი, რომელიც სადღაც დგას და შეიძლება არაფრით არ მიიქციოს ყურადღება, ჩემთვის ძალიან ასე ვთქვათ სექსუალური არის ადამიანი ჩემთვის, რომელიც
ძალიან განათლებულია, ძალიან თავისებური სტილის მქონეა, იცის რასაც აკეთებს და შეიძლება საერთოდ ვიზუალური მხარით არ შევაფასო როგორც აი სექსუალური ადამიანი და უცებრო რაღაცა დაკონტურული ტიპი წარმოგიდგენია, ეგრე არ იყოს საერთოდ. ეს მგონია რომ ესე იქნება ჩემთვის სექსუალური ადამიანი ამ კრიტერიუმებით შეფასებული. ტელეფონის საფულე და კავა. დილა ახლა იწყება უკვე ძალიან ესე, ნაშროა დღე. აი პირველი შეიძლება ჩემთვის დილა იყოს, რადგან ხარდა დაგები მაგ და რაღაცა დასვენების პერიოდი. და დილას ვიწყებ აუცილებლად სამწუხაროდ ისე ჯანსაღი არ ვცხოვრობ, რადგან ბარებში გვიანობამდე მიწევს ყოფნა და გვიან მოვდივარ სახლში. პირდაპირ ესეთი საჭმლით ვიწყებ, აი რაც შეიძლება მეგრელი ვარ და მიყვარს ძალიან მწარე საჭმლები და ხო რა ვიცი, ამით ვიწყებ, ანუ ძალიან ისეთი ენერგიული ვარ ხოლმე და როგორც კი სახლიდან გავდივარ, ვცდილობ რომ რაღაცა ახალი ვნახო. შეიძლება ისეთ ადგილას მოხვდეს, სადაც არასდროს ყოფილ ვარ და არც იცოდე მშობლებმა, აი რაღაცა გეგმა თუ მაქვს, რომ ეხა აქ მივდივარ, ესე არ არის. გავდივარ სახლიდან, გვიან მოვდივარ და ამ მთელი დღის განმავლობაში ვაკეთებ იმას, რაც მინდა. ვნახულობ, ვგებულობ, რა ვიცი, ვიღაცებს, მიყვარს იმ ადამიანების ნახვა, რომლებსაც აკლიათ ყურადღება. ეს არის ჩემი დღე დილიდან დაწყებული. სასოციალურად და ჩემი და მამაჩემი დაძმა მეგოს. ეს იმიტომ გადავწყვეტე, რომ დედის მხრიდან ცოცხლები არიან მარტო ბებია და ბაბუა და რადგან ერთი ბებია და ბაბუა იყო სულ. გადავწყვეტე, რომ მათი შვილები იყვნენ ესენი რა და მე სადღაც 5 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ესე არ ხდება, რომ დაძმა არ შეიძლება რომ იყოს ცოლ-ქმარი და ეს სულ ესეთი ის არის რა. თან მეცინება, თან მწონია რატომ უნდა მეფიქრა, ვერ ხვდები, მაგრამ რავი, ესე ჩავთვალე საჭიროა. დეპრესიის განმარტებებს ხშირად ვკითხულობ და ნამდვილი დეპრესია, ანუ რაც არის, არ მქონია. რაც მეგონა რომ ყოველთვის იყო დეპრესია, ანუ ხშირად ვამბობ ხოლმე დეპრესიაში ვარ. მაშინ როცა რაღაცა ძალიან დაკავებული არ ვარ და თუ სახლში მიწევს 1-2 საათით მაინც ყოფნა, შეიძლება თქვა რომ მე დეპრესიაში ვარ და ხო, დეპრესია არასდროს არ მქონია, მაგრამ ხშირად ვარ ესეთ ნოსტალგიურ განწყობაზე, რაც ხშირად არის გამომდინარე იქიდან, რომ ანუ საქართველოში ვარ და აი რო გავაანალიზე რომ ვერ ვაკეთებ, ანუ არ ვსწავლობ იმას, რაც მინდა, სხვა მიმართულებით ვსწავლობ და ვაკეთებ სულ სხვას, ერთ დღეს მივხვდი, რომ რაღაცა ძალიან არეული ხანათია და მოდი დავაგდი და მაგ დღეს ცოტა ისეთი ვიყავი, აი ცოტა ფსიქოლოგიური ტრაუმა მივიღე და მე მივხვდი, რომ ეს არ იყო მაინც დეპრესია და გამოვიყვანე თავი ისევ მუსიკით და იმედი მაქვს, რომ დეპრესია არ მექნება. მუსიკა დამეხმარება ალბათ, რავი, ყოველ შემთხვევაში. მეშინია წყლის ყველაზე მეტად. ძალიან მიყვარს ზაფხული და ზღვა, გიჟდები ზღვაზე, შეიძლება რომ აუცილებლად მგონია რომ სახლი თუ მექნება ვიქნები აუცილებლად სადღაც ზღვასთან ახლოს, ზღვისთან ახლოს, მაგრამ ძალიან დიდი შიში მაქვს, მგონია რომ აი რაღაცა, ხო შეიძლება წინასწარ წარმოიდგინო ადამიანმა, რითი შეიძლება დასრულდეს შენი ცხოვრება და მგონია რომ წყალი რაღაცა ისეთი საშიში ტიპი მგონია. მიყვარს, მაგრამ მეშინია და სრულად ამიტომ ვისწავლებ ამდა. ხასიათი. ამბობენ რომ ძალიან ტიპიური მეგრელი ვარ, ანუ ისეთი კაპასი, მაგრამ ხიარული ვარ, ძალიან მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება, ვგიჟდები უფრო სწორედ სიახლეზე და ბევრ ახალ ადამიანთან ურთიერთობაზე. მიყვარს სიახლეები ადგილის არ მიყვარს ერთ და იგივე ადგილას ყოფნა. ალბათ ამიტომ გამოვისვალე რამდენჯერმე ფაკულტეტი, ვიცვლი. და ხო, და კიდევ ჩემს ხასიათს განაპირობებს ის, რომ ანუ გამოვირჩევი უფრო სწორედ ხასიათით. გამოვარჩევენ ჩემ ხასიათს იმით, რომ ძალიან ისეთი გიჟური იდეები მომდის ექსპერიმენტებს ჩემს თავზეც ვატარებ ხოლმე და ეს საბოლოო ჯამში მომწონს. გზაზე რომ მივდივარ, მგონია რომ ვუკრავ და ესე ვაკეთებ ხოლმე და ერთხელ იყო ესეთი შემთხვევა, რომ მეტროთ ვიმგზავრობდი და ძალიან ალბათ შევყევი ემოციებთან ნაუშტკები მქონდა, ყურსასმენები. და ვიღაც კაცი მოვიდა და ჩათვალა, რომ რაღაცა ის დამეწვა და მოდის დასახმარებლად და სასწრაფოს გამოვიძახდა. არა, მე კი არა ვუკრავ, ხა დამაცადეთ.
ხო და ეს ხშირად მემართება, მაგრამ როცა ვიცი რომ შეიძლება ისეთ გარემოში მოვხდე და ეს არ ჩათვალო ნორმალურად, ვცდილობ და გავაჩერო. ხელი ჯიბეში ვყოფ და ვაგრძელებ. რომ ვარ გიჟი. და მე ეს მიხარია, იმიტომ რომ უნდა იყო გიჟი. ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებისგანაც აშკარად ვგრძნობ, რომ არ არიან მართლებით ჩემთან მიმართებაში. მე იმდენად დიდ პატივს ვცემ ადამიანს ნებისმიერ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, ვიცნობ თუ არ ვიცნობ, ანუ ერთხელ მაინც თუ მქონია მასთან შეხება, მე მაქსიმალურს ვაკეთებ, რაც შემიძლია და თუ ვიგრძენი ადამიანისგან, რომ ან მატყუარა, ან მოღალატეა და ასე შემდეგ, ვერანაირად ვერ შევძლებ მასთან ურთიერთობას და შეიძლება რომ ძალიან ვაწყენინო ამის გამო. პროფესიულად ალბათ არ ვიმღერებ იმას, რაც არ მომწონს, ისეთ ჟანრს და არ ჩავიცნობ იმას, რაც არ მინდა. ამაზე ძალიან ხშირად მიფიქრია. მგონია რომ კაც ბევრი პრივილეგია აქვს ჩვენგან განსხვავებით. ძალიან რომ დამცხებოდა გავიხდიდი მაისურს, როცა ძალიან დამჭირდებოდა საპირფარეშო რომ არ არის ხოლმე თავისუფლად. ხო, ბევრჯერ მიოცნებია მამაკაცი რომ ყოფილიყავი და პროფესიულად მამაკაცი რომ ყოფილიყავი, მაინც მუსიკოსად დავრჩებოდი. არ ვიქნებოდი ძალიან ისეთი მარტოობაში ცხოვრები მწერალიან რაღაცა, ისევ ესეთი რაღაცა მსგავსი. წინა ცხოვრებაში მგონია რომ ვიყავით ფრანგი პიანისტი ქალი. გიჟდები პიანინოზე, დაკვრა არ ვიცი, მარტო გიტარაზე ვუყრავ და გიჟდები საფრანგეთზე. ამ ორ ერთმანეთს უკავშირებ იმდენად და იმდენად მომწონს, აი წარმოდგენის დროსაც ფალს ამონებას ვიღებ, რომ მგონია რომ რაღაცა მსგავსი შეიძლება ყოფილიყო. ან შეიძლება იყოს მომავალში. ვაფასებ ერთგულებას ყველაზე მეტად ვაფასებ ადამიანში ნატურალისტობას. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც რაღაცების გამო ივიწყებენ საკუთარ თავს, პიროვნებას, იმას თუ საიდან მოდიან და დღემდე როგორ მოვიდნენ და ხო, ესეთ ადამიანებთან ყოფნაც კომუნიკაცია რომც არ გქონდეს, მათთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნაც არ შემიძლია. 60-70-იან წლებში ვუდსტოკის ფესტივალზე ჰიპებთან ერთად რევოლუციის ერთ-ერთი წევრი ვიქნებოდი. სიამოვნებით. ჩემთვის წარმატება დაიწყო 2013 წელს 17 წლის ასაკში, როცა პირველად მივხვდი, რომ სიმღერა შემეძლო. პროექტ Maktifan-ში. მუსიკოსი და ვფიქრობ, რომ წერლობითაც ძალიან ვარ დაინტერესებული და შეიძლება მსგავსი რაღაცა მოხდეს, იმიტომ რომ რა ვიცი ხო, ხელოვანი ადამიანი მიედმოედება ხოლმე აქეთ-იქით ყველაფერს და ეს ყველაფერი იმდენად ახლოს არის და იმ ხელა კავშირშია, რომ არ გამოვრიცხავ, მაგრამ მუსიკოსი აუცილებლად.